მოდი მოვისმინოთ 5000 ამოცანის პასუხი. ამოცანის პირობა იყო შემდეგი. შენ უნდა გეპოვა ერთი სამსართულიანი სიმეტრია. სულ ეს იყო. მოდი დავიწყოთ. აქ გვაქვს სამი მექანიკური მოწყობილობა: საბეჭდი მანქანა, პიანინო და საკერავი მანქანა. და მეოთხე ელექტრონული რადიო. რომელსაც ამ ოთხივე სჭირდება ადამიანის ხელის ჩართულობა, რომ იმუშაოს. განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, მექანიკურებს, პიანინოს, საბეჭდი მანქანას და საკერავ მანქანას და მინიმალური რადიოს. ჩართვა-გამორთვა, გადართვა-გადმორთვა. ადამიანის ხელის ჩართულობა. დღეს ალბათ ისეთი რადიოები გამოვა, თუ გამოვა, რომ პირდაპირ აკუსტიკურ ბრძანებებზე რო ირეაგირებს და ხელის ჩართულობა აღარ იქნება საჭირო. მოკლედ ეგეთი რო ყოფილიყო, ალბათ არ ჩაითვლებოდა ეს რადიო. მოკლედ, შემდეგი რა გვაქვს? ნათურები, ნახე. ჭერზე არის სამი ელექტრონული ნათურა. ზუსტად სამი. ჭერზე მეტი ნათურა არ არის. და მეოთხე ნათურა გვაქვს აქ. აი ესე რას ეძახიან ამას, ხო? რაც ლამპის მაგვარია, ხო? მოკლედ ეგეთი ამბავი. ეს არ არის ელექტრონული. მაგიდაზე დევს. პრინციპში ელექტრონული რომც იყოს, მაგიდაზე დევს და თან აშკარად ძალიან სხვანაირია. ეგ არის მეორე. მოკლედ რადიო მაგიდაზე განთავსებული ნათურა და მესამე განსაკუთრებით ალბათ არ შეიძლება თავიდან რთული იყო, რაღაც ვერ გაართვით თავი ზოგმა და რაღაც სხვა რაღაცებზე გახვედით, მაგრამ ნახე, როგორი თვალსაჩინია, ხო? სამი ფანჯარა გვაქვს აქ სტატიკურ მდგომარეობაში და ერთი აი კარზე პირდაპირ დინამიურია. ხო? ეგეთი ეს მოკლედ ეს მესამე ფაზლის მესამე ნაწილი. ახლა შევაჯამებ რა. კარი, რადიო და ნათურა. გვაქვს ერთმანეთთან კავშირში, გამომდინარე იქიდან, რომ თავის მსგავსი საგნებისგან არიან განსხვავებულ პოზიციებში. თავისი ფუნქციით და მდებარეობით და ხო, რა მოკლედ აშკარად არიან. შემდეგ იმისთვის რომ ახლა ზოგმა შეიძლება თქვა ისიც რომ აი აქ დევს რაღაც სამი ვედრა და აი მეოთხე რომ ზემოდან ადევს. მაგრამ ოკეი, ეგეც არის, მაგრამ აი გვერდზე რომ კიდევ ორი ვედრა უდევს, ეგ ასე ვთქვათ ამ წმინდა სიმეტრიის მართებულობას ეჭქვეშ აყენებს. თითქოს რაღაცების დამთხევაზე გვაქვს საუბარი. იმისთვის რომ ეს ყველაფერი ძალიან ცხადი იყოს, ისეთი ცხადი დეტალები უნდა იყოს წარმოდგენილი, რომლითაც მკვეთრად საბუთდება ის, რომ სამყაროში არსებობს ასეთი სიმეტრია და არ არის ეს რაღაც თითიდან გამოწოვილი და შემთხვევითი კავშირები. ასე რომ ალბათ ეს კაფეო დასაბუთება გავლენას მოახდენდა საზოგადოების რეაქციაზე და ეს რაც უფრო მკაფიოა, მით უფრო გასაგებია. და გასაგებობა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძირითადი კრიტერიუმია შეფასების დროს. ახლა მე ვერ მომეწონება ისეთი რაღაც, რასაც ვერ გავიგებ. პირველ რიგში მინიმუმ უნდა გავიგო. და აი მე წდება უკვე ეგ მომეწონება თუ არა. ოკეი, კარგი. ეხლა სულ ეს იყო, აბა შემდეგ შეკითხვამდე, ამოცანამდე. დროებით.